ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და შთამბეჭდავი ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის ჩვენი სფინქსი. Did it all and put the pieces to the puzzle. Just as long I knew me and my people was gonna bubble. Came out the gate on the flojo. Back $400 we was the logo kids. Said my don't dance, we just pull up our pants and do the rock away. Now lean back, lean back, lean back, lean back. Come on. მოგესალმებით ხალხო, ეს არის ვლოგი ნომერი 1. თვის დასაწყისში ვიყავი პარიზში, სადაც რაღაც ვიდეოები გადავიღე და განახეთ. ახლა კიდევ ვარ აქ, ემლამაზ ადგილას. სადაც მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ. ახლა ვაპირებ ტრეიდს, მარკეტიც ჯერ არ შემიხედავს. ვითრეიდებ, გადავხედავ რა ხდება, თუ იქნება რამე პოზიცია გავხსნი, თუ არ იქნება არ გავხსნი, ეგეც არ არის პრობლემა. შემდეგ მივდივარ quad-bike-ებზე უკვე საკაიფოდ უდაბნოში ვიქნები 2-3 საათი. იქაც ვნახავ რაღაცებს, გავიგებ რაღაც საინტერესო ადგილები ეგ სანახავი. მერე მივდივარ დელფინების ანახავად, რაღაც კიდე კუნძულზე, კიდე სადღაც ვაპირებ წასვლას რა. ეს იქნება ჩემი რენდომ ხუჩავათი. პირველად ვიღებ ესეთ ვიდეოს, ისევ არ გენახებით ხალხო, ეს კამერი ბიჭი იმალება. რავი, შეიძლება იყოს ოდესმე, რომ გამოჩნდე. ბევრი თავი რო არ მოგაწყინოთ, ისევ გაერთოთ ამ ვიდეოთი. დანამ კვადროების წავალთ, რეიდი გადავწყვეტე და ახლა ვარ ლონგში შესული და მოდი აგიხსნით რატო შევედი ამ ლონგში. მოკლედ მარკეტი all time high სცენარიოზეა 30000-ზე ავედით უკვე, კიდე ერთ ჰაის მგონია რომ გაიგეთებს 15 წუთიანზე გვაქვს range შექმნილი, სადაც range-ის discount ჩამოვედით, აი აქ range-ის discount ჩამოვედით, მაგრამ ჩანვარ იმენა. order block-ი ფეროლგები გვაქვს ერთად, სადაც ვფიქრობ ახალი ჰაი უნდა გაიგეთოს. ერთ თვიანზე რო გადავიდეთ, ცოტა დავაგვიანე entry, მაგრამ არა უშავს არც კარგი სატრეიდო დრო არის. ნუ მარტო მაკრო არის ერთი კაი რა. მარკეტს რო displacement-ი ქონდა, აქ არ შევსულა, შევედი აი ამ ფეროლგებში და stop loss-ი მიყენია. აი განაგეთ ხა. entry როგორ მაქვს რა. ასე ვარ ლონგში შესული. stop loss-ი 3 BDR-ს კომოთ მიყენია. და ჩემი ტარგეტი არის აი ეს აი პირველი ტარგეტი, მაგრამ პატარა ტარგეტია, ცოტა ტარგეტი უფრო ზემოთ მახაცეული. 1-2-თან რო გამოვიდეს რისკ-ფრი ვარდი რა. ეგ არის. შევედი თუ არა ეგრევე ავიდეთ, აქ break-even-ზე გადავალ. და საბოლოო ტარგეტს მიმერთ. ავიც ტრეიდში ვიყავი 2 წუთი. საბოლოო ტრეიდი მოვიგეთ 3 წუთში. ამ ტრეიდის გახსნით და ვაპირებდი უფრო მინდოდა რომ ვიდეოში ყოფილიყო რა. $200 მოვიგეთ თითო აკაუნტზე. ბევრი მაგიტომაც არც გამირისკავს, ზოგადად არ მიყვარს ისეთ დროს, როცა ზოგადად ჩემი სატრეიდო დრო არ არის, არც გარემო როცა არ არის ჩემი სატრეიდო ბევრის გარისკვა, იმიტომ რომ მოკლედ ფსიქოლოგიურია ყველაფერი უფრო რა. ახლა ჩავწერ ჟურნალში ამ ყველაფერს და განახებ კიდევაც მაგას. ტრეიდი იმაზე ბევრად შორს წავიდე, ვიდრე მეგონა რა თქმა უნდა, ეხლა მეგონა რომ უფრო შორს წავიდე, იმიტომ რომ all time high-ზე ვარ ზოგადად მარკეტზე. მაგრამ მოდი განახებთ ახლა. იმედია ნორმალურად ჩანს მარკეტზე, მოკლედ თავიდან მიმოვხილოთ, მოდი რომ ვიყავართ all time high-ზე 30000-ს გავსვით, რაც რავი, ჩემი აზრით ცოტა ფსიქოლოგიური ლეველი უნდა იყოს ამ მარკეტზე. 15 წუთიანზე displacement-ი ქონდა ყველგან 1 საათიანზე 15 წუთიანზე ყველა time frame-ზე აბსოლუტურად არის bullish order flow რა. reverse-ს ჯერ არ ველოდები, არც სტრუქტურა მიწყობს მაგისას ხელს. გადავიდე 1 წუთიანსაც ტრეიდი გავხსენი, A+ ეტაპი იყო, ჩემი market maker მოდელი შეუბრალოდ ჯდებოდა. 15 წუთიანი discount ადგილიდან ქონდა ხსენი, იმიტომ რომ რა ვიცი ამ displacement-ს უფრო ვენდე, აი ეს ამ ფეროლგებში და 3 PDR-ის კომოთ ეს inversion-იც მიცამდა, ეს order block-ი, ეს ფეროლგები, მოკლედ ყველაფერი კარგად იყო ამ დროს რა და 1, 2 და 3 წუთში trade away-ზე ამონათდება 2.58 წამში გამოვედი ტრეიდიდან რა. ბოლომდე მეგონი არც დავაცადე, ცოტა უფრო შორს მქონდა trade away-ზე ტარგეტი. სადღაც 9 საათში უკვე კვადროებზე ვიქნებით. 1-2-3 საათიანი გზა არის კვადროებზე, მაგას გადავიღებ ამ კამერით და რავი, შემდეგ სადაც წავალ მოკლედ გადაღებას ვაპირებ ყველაფრის რა. ტრეიდის შემდეგ პირველი რაც ვაკეთებთ არის რომ რა თქმა უნდა ჟურნალში შევდივართ და ჩვენს ყველა მდგომარეობას წერთ. ახლა ჩავიწეროთ ტრეიდი, log trade. აქ ხოლმე ვინიშნავ თითო აკაუნტზე რამდენსაც ვაკეთებ ხოლმე, ჯამში რაც ვაკეთებ არ ვინიშნავ. trades MNQ-ზე გავხსენით ტრეიდი 5 მიკრო, PNL-ი იყო $200. ტრეიდი დავსკრინოთ და ჩავუბროთ Ctrl+V. ჩავპისტ. აი ესე. და ნოუთები, მარკეტის კონდიციები ყველაფერი ჩავწეროთ. აი ეს არის. ჩვენი ტრეიდი ჩაიწერა. სტატისტიკაშიც რო გადავალ, ნახავთ, რომ არა, რეპორტში უბრალოდ დღევანდელ რეპორტში ეს. აქედან უნდა წავიდეთ.
კვადროებს. ეს წერგილი. გერ ვიძე ვარ და აი face reveal-ი ეს თემ. I want it. I want it. Somebody have two, somebody have three. It's too many people from you know. When everyone have one wife, they people have too many girls without marriage. Yeah. But now Bedouin life is difficult for foreign people, you know. Yeah. But because not like Egyptian people. Egyptian people for language is different, not like Bedouin language. Yeah. Because their families are originally from Saudi Arabia to Yemen, like I told you before. And how many sons and daughters do they have? It depends also because people here like it's too many. They can children. have 20, 25. Yeah, no, not 20, but somebody have 6, 7, 8. You know, From just one. From just one way. No. For two wife. But Okay. because everyone have the 3 children or 4 children, you know, it's usually it's for them. Короче, ახლა მანამდე სამელაპარაკო просто ვერ გადავუღე რა. აქ ხა სადაც ვარ? ემიგი სადაც ვარ? აი აქ. ეპიარი, რომელსაც ყავს, მეგონი ცოლი თუ რაღაცა, მაგრამ რიცხვი რაც მითხრა, იყო რომ 70 შვილი ყავს, 71-ია. და აქედან რომ ვაფშე არ გადიან რა. ვაფშე არ გადის აქ. საღამობით, საღამობით გადის რაღაც იქ სოფელია ფთების უკანო, იქ მიდისო, იქ ცხოვრობსო. მე აქ მოდისო დილაობითო რა. საჭმელი რავი ცხوارიო. გამოვიდა. აი, წავედი ხაკლენის ზონა დავშტი. ცხენი მირჩიო, რაც ცხენის ტიპი ვარ. საკლემი. Georgia, bro. Yeah. David. You're Egyptian? Yeah. Yeah, from here? I'm Egyptian. Marmara first press for not good results. And this one sheikh for a problem diarrhea, problem in the stomach. When you have pain in your stomach, you drink this one cool for after Egyptian. Hibiscus. But we say karkade for body pressure. High pressure drink cold, down pressure drink hot. That's also when you have pain in your heart, drink is one cool. And this one hargal for cold, cough, asthma, for kuhal, green chest for smoke. Bardosh for diet. This one is for you, Why? for smoking. But no, I'm not smoking. I'm smoke shisha. Ah, okay. Shisha is good. დაუბრუნდით უკან. ეს საკეფო დავიღალ ხელები რაც მიგუჩი. ეს მაგარი კაცი, აი მე ტიპი უნდა დავუდო. How old are you? 21. ახი ახო რა ვიპოვე. Oh, looks like. გარადგილას ვარ. Dark tiger. Wow. Daylight picture, no tiger. This is Egyptian map. You are in Hurghada here. In the dark is Anubis. Oh.
Wow. Daylight, no Anubis. არა ჩემერა ბლოგერი და ასეა ტრეიდერ ვოში და შევიც ეს პატარა კონსოლია ძირითადად წავიდა ამის არაჩე ეს არის რა აკაბი ვარ TikTok-ს გადავხე ესთან please don't as good car ხდება იმენა ბიზნესია მე კარ ხდება იმენა ბიზნესია დახცად Короче, პირველი ვიქნები, ვინც კუნძულზე ტრეიდს მოიგებს. სტოპ-ლოსი დავაყენო. ესე, take profit-ი $800. დემო არ არის. ნუ მიტოვებ კუნძულზე რა. აქ რა ვიცი. $10. ეხები მე 200. აი ესე. ოპი. ეს აიოფიდია ხალხო. ჩემი ხვა ცუდად შეიძლება ისოვეს. короче, institutional order flow introduce ვარ ახლა. ხო ჩანს. ლომბე. $200 მივუშვი. მარშალს ავიღებ. მარშალი იყო რაღაც ჰაიერი. აქ ავიღებ მარშალს თუ ხედავთ. აქ რაღაცა ლონდონის ჰაიერი მან დავიღებ მარშალს. короче. ტი. ერეთ? აი აიღო და მარშალს ვიღებ. მანამდე შევხედა. ეგარ. აი სოფსო. მარშალი ავიღე. სტოპ-ლოსი ბრეიქ-ივენზე. და საბოლოო ტარგეტი არის პირველი ვარ. იცო. ზუსტზე. ტრეიდი მოიგო. პროფიტა გერა სიმონ. აბი დიდ ჩემპიონატში დიდი იბალანსინგან CDU არის ტრეიდინგ ჟურნალ პლატფორმა, რომელიც გეხმარება დაინახო შენი შეცდომები, გაანალიზო ტრეიდები და რეალურად მივხვდი რა გიშლის ხელს პროგრესში. ყველა ტრეიდის სტატისტიკა, ემოციები, შედეგები იქნება ერთ სივრცეში. ახლა მხოლოდ $23 მაგალითად 6.99 იღირება, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება ეს ყველაფერი, იმისთვის რომ ყველაფერი გქონდეთ ერთ სივრცეში, კომფორტულად და ძალიან მარტივად ხელმისაწვდომ. ყველაფერი არის აქ, დეშბორდი, ჟურნალი, კალენდარი, ულამაზესი სტატისტიკა, სადაც ყველა ინფორმაცია არის თქვენ სტრატეგიაზე, რიპორტები, ეჩიუმენტები და inner space-ი, სადაც თქვენს ფსიქოლოგიაზე შეგიძლიათ კონცენტრირდეთ. თუ ტრეიდინგში ვერ ხვდები ზუსტად სად უშვებ შეცდომას, CDU ამისთვის არის ზუსტად დაალეგე შენი ტრეიდები, ნახე სტატისტიკა და გამარჯვებესე შენი პერფორმანსი. ახლა მხოლოდ $6.99 თვეში. არც გადაღებას არ ვაპირებდი, მაგრამ ამის შემოქმედება უნდა განახოთ. ახი რას ეკავ? იმენა გულიდან მოდის ყველაფერი. იმენ წარდით მიკროფონი. Oh, შეიყვანა. ზოგადად ლომის დავითრიე რა. ჩემი ლომია. თუ შეხედე. მიგინამ ჩემ. Who's going bijo? Simba here. Kshia. And did you see on here? მაიმუნია. خذ منهم التليفون صورني. That's okay. ის არის დედა. ეს. სენი გაიზარნა და ჩასვეს. ბოჭო? ნახე რომ მეყოლოს იმ زمانك دي ولا دي؟ გამფატრავდა. მოიფერება ჩემი განი. იფერებ. Wow. عمل لنا ازعاج الصبح رن هذا الساعة 7 صحينا. 3 years. 3 years she's here? 3 years. وفر عليه هو لو عمل كده ده انا اعتبر كل ما كان بس يا ابني ما يجيبش مش يلا سيد القاهرة يلا طبعا Oh, please. He gonna eat my phone. يلا برز كان تاتش دونت تور
Good. Welcome. You me? It's good. She's big. The How old kid is she? It's all the 1 years. 1 year and Yeah. 1 year? 3 years. 3. It's boy and the girl. Shh. Hadi. She's jealous. But something fall down, never come back, finish. I want to go happy, come back happy. Yeah. Okay. You are so lucky. You know what name your camel? What? You know 7-Up? Yeah. This 7 down. Other one, Pepsi Cola. Psicola. What's yours name? Name of you? Yeah. Alibaba. Alibaba. You know me the night time, Ali Mama. Ali Mama. Yeah. Oh, ბუზები მენა ზედმოვიდიან. ფეხები მაგრა დამისული. ნახეთ მე აირამიდების ნიმან. სახელებიდან მოიღდა რაღაცანი. არის ფეხებზე შორტები მათში მაგრა დავიწვევ. ეგ ჩემი 7 down. აგიღო ნილდოსი. აღარ არისო. დაწოვიდა არ ვიცი. Here total all in Egypt, here we have 72 pyramid. This is total all in Egypt. But here you are in the Giza. This is area is named Giza. And this is pyramid of Giza. Why is this popular? Yes. Here we have a 9 pyramid. 9. Yeah. 3 big and 6 small. First one is named Cheops. Second one, Chafran. Third one, Macrinus. And 6 small, this for the queen, for a wife. 3 here and 3 over there. короче, There is nothing. ეგვიპტელების პირამიდები მოვხალმე. ძლივს დავდივარ. ეს ჩაპოზული დავდივარ, ბლედ. პირამიდა არა. პროექტი მოვყანა მათი. შეაძმა. კაი ტიპი ხარ. შეადა. ნახე და დასახია. აი ეს არის ცხოვრება. ეხლა მივდივართ კიდევ ერთ პირამიდაზე. მაგასაც განახებთ. მე სფინქსი. მე დავგაზე უკან. და ბრუნდები წესით საქართველოში. მე კიდე ცხოველსაც მინდა წაგებონ დიდი ალბათობით, არ ვიცი. რაღაცა ბლოგერობა მეგონი ჩემი არ მგონია, მაგრამ ნახოთ იქნებ გავერთო. მოდი თუ არა, ნახე რა ვიძე ვარტო. იმენა შეიხი ხო ვარ? და შემოვედი თუ არა? რაღაც ეგვიპტელები მოდიან. თუმცა ისინი არა სკამოვენ და რაღაც. და შეიძლება ფოტო თუ შეიძლებაო რა. შეიხი ვეგონე უეჭველი. აი ასნა მოდი გადაიღეთ. აი ესენი არის. ახტატია. ფოტოებს იღებ. ეხლა ვარ სფინქსში. ამ სფინქსში ტანში უნდა გავიარო. როგორც ვიცი. და ვიახ მარტო კედლებს ხედავ და გასასვლელს რო ვიყავი. ეს არის ჩვენი სფინქსი. მეგონა ახლა იქ რომ გამოვიდოდი იქ მოხდებოდი და მაგრამ ვერ მოხდი. ნუ სხვა გზით უნდა შევიდე. იგავარკვეთ მაგას. გავიდე ჩემ კითხა გარიკაცია. კარჩ ტრეიდი მინდა რა. აი იმ წვერზე უნდა იტრეიდო გასმა. მომენტი რა მინდა. ვარჩი ამდენი მოგზაურობის დროს ცხოვრებაში არ მივვლია ამ სიცხეში. თან ახლა ზაფხული ხო არ არის? კიდმა მითხრა რომ ზაფხულში პიზდეციაო. 45 გრადუსი. ახლა აქ არის 30-31 რა. საუკეთესო დრო აქ მოსასვლელად არის დეკემბერი. ეგრე თქო. კაიგია ეს ცხოვრება. რამოდენიმე დღის წინ ნახე ეს კოდი ესე ვთქვათ და მომეწონა ძალიან რა. და მინდა რომ თქვენს გითხრათ. გემი უფრო დაცულია ნაპირზე. მაგრამ მაგისთვის არ არის შექმნილი რა. ამით ხალხო ის უნდა გაიაზროთ რომ ჩვენ ადამიანები ღმერთმა იმის არ შევქმნა რომ ერთად გილას ვიდგეთ და რაც არ გვიყვარს და რაც ბედნიერებას არ გვანიჭებს ის ვაკეთოთ რა. ცხოვრებაში იპოვეთ ის თქვენთვის მამოძრავებელი რამ, რაც გიყვარებათ და ის გაკეთებას მთელი ცხოვრება მოგინდებათ და მაგას ჩააჭერეთ ბოლომდე. გარისკეთ და არასდროს არ დაიხიოთ უკან. იმიტომ რომ ეგ დღე როდესაც დაიხევთ უკან, ხო? აი ეგ დღე იქნება თქვენთვის ყველაზე დაბალი წერტილი. ნუ ის მნიშვნელოვანია რომ ადამიანი დაბალ წერტილზე დაეშოს რომ მე მიხვდეს თუ რა რეალურად საჭირო რომ გააკეთო, მაგრამ ჩემი რჩევა აქედან არის ხალხო რომ გარისკეთ, არაფერს არ შეგეშინეთ ცხოვრებაში. მით უმეტეს თუ ჩემს ასაკში ხართ
20 წლის ასაკში ხართ და საკარგი არაფერი არ გაქვთ. წარმატებები. ჩვენი ვიდეოც აქ დასრულდა. იმედია მოგეწონათ ვიდეო. ჩემთვის მსგავს სტილის ვიდეო პირველი იყო და რა ვიცი, სიმართლე გითხრა, არც ვიცი როგორი გამოვიდა ჯამში. მე ვიცი რომ სადაც ვიყავი ძალიან გამისორდა და კაი დრო გავატარე. ერთი პირამიდაში მაგარი ცხელოდა. გასში ძალიან მაგარი იყო. კვადროები, ცურვა, წყალქვეშ პროსტა ვერ გადავიღე. არ მქონდა ისეთი გამპერა რომ ქოვიჩამე და თორე გადავიღებდი მაგასაც ძალიან მაგარი იყო. დელფინები ვერ ვნახე. ეგ არაფერი პირამიდებმაც გაასწორა, კვადროებმაც, აი ბედუინების ამბებმაც. ასევე ტრეიდმაც გაასწორა. ეს ადგილებში ყოფნა და იმის შესაძლებლობა რომ აქ ცხოვრებაში რომ ვიტრეიდო და მსგავს რაღაცეები ვაკეთო, ძალიან მაგარი შეგრძნება არის. მოგლეთ ხალხო, აი ამ ლამას ხედზე დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ იცით რაც უნდა ქნათ და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. ნახვამდის.